გააქვს ამბიცია გახდე ჟურნალისტი. ისწავლო კამერასთან მუშაობა. ჩვენ დაგეხმარებით გახდე პროფესიონალი. დარეკეთ ეხლავე ეკრანზე მითითებულ ნომერზე ან ეწვიეთ საიტს incognito.tv/g 2014 წლის პირველი თოვლი, თვე-თებერვალი, ქართველები დიდი სიხარულით და ჟრიამულით ველოდით ხეების, მთების, ქუჩების გადათეთრებას და სამწუხაროდ 2014 წელს ჩვენ უთავლოდ შევხვდით და საწუწუნო მიზეზიც სწორედ ეს იყო. თუმცა მაყურებლისთვის ასიკეთოთ თებერვალმა თოვლი გვაჩუქა და ყინუები. საბედნიერო დღეს მზემ გამოანათა, მაგრამ იმედი ნუ მოგეცემა დამერწმუნეთ საღამოთი ისევ გათოვდება. ჩემს გარშემო, ჩემიდან დაწყებული, ყველა ვნატრობდით თოვლს, მაგრამ ახლა ისე ცივა, დარწმუნებული ვარ, ყველა ზაფხული გვენატრება და მოდით ნახოთ მაყურებელი რას ფიქრობს. სალი, შენ ზაფხულის სითბოები გირჩევნია თუ ზამთრის სიცივეები? როცა ზამთარში ვარ და ესე ვიყინები, რა თქმა უნდა ზაფხული, მაგრამ ზოგ მომენტში ვერც ვაფიქსირებ ჩემას, იმიტომ რომ როცა ზაფხულია ზამთარი მინდა. ჩემი ზაფხული იმდანად კარგი იყო, რომ გითხრათ, არ მენატრება თქო, მოგატყუებთ, ძალიან მენატრება და ამ სიცივეს მირჩევნია და ერთი სული მოგ ზაფხული როდის მოვა? მოგზაურობა ევროპაში გრძელდება. Sunday morning rings the dawning. It's just a restless feeling by my side. Early dawning, Sunday morning. It's just the wasted years. ორდღიანი დამხლელი გზა შემართლა გითხრათ საკმაოდ უემოციოდ განვეთ, მაგრამ როგორც კი პატარა გონდოლებით ვენეციის ულამაზეს და უძველეს ქუჩებში შემოვაბიჯეთ, მაშინვე მივხვდით, რომ ეს ის იყო, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში თითოეული ჩვენგან იოცნებობდა. არანაკლები იყო ქალაქ ლორეტ-დელ-მარში. კამკამა წყალი, ულამაზესი ბასეინი, რომელიც ჩვენ ინკოგნიტოელებს გველოდება. მოდით ვნახოთ. დღეს არიწყეთ, ვერთობით ყველა, ხიარულობთ, რაღაცა კაი წავით. მცირე სირთულეებმა შედეგი გამოიღო. შარშანდელი მარმარისთან გამოყოფილი ემოციები. Getting upset in your desperation, screaming and hollering, 'cause you can't decide what you really want from me. მენატრება ძალიან მსუბუქი ნათქვამია. თეატრი. მე თვითონ მეთამაშობ სპექტაკლში. კი არა. სპექტაკლის ანახავად მივსულა თეატრში რამდენი წელია უკვე. მე უკვე მსახიობი აღარ ვქია. მე უკვე თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი. ეს არის ჩემი ძალიან დიდი ტკივილი. სადღაც ბარია აქ არის ბარი, სადაც არ ვიცი იმასთან გააცოცხლე. სულია ამ ყველაფერს ბგერებით წარმოთქმა. მოусნებებში ჩაძრული მხოლოდ ზღაპარში ნანახ სამშობლოს მისტერია. გახადი იმერეთი გულია სამეგველო, ყველა ჩემი სამსოვროა. საყვარელი საქართველო. ქართული მიწა, ის ჰაერი, ის ბუნება, ჩვენი სალოცავები, ჩვენი წინაპრების საფლავები. Დიდი ნოსტალგია და რაც ამათ აკლიათ, ეს არის ტრადიციები, რომელსაც ვერ ხედავენ, რომელსაც ტელევიზიაში ნახულობენ. მე სალომე უერთაშვილი და ნატალია თედიაშვილი მუშაობდით ლორეტ-დელ-მარიდან TV3-ისთვის ტელევიზია ინკოგნიტოს პროექტით. ამ სიუჟეტის ნახუშარმა თვალზე ცრემლიც კი მომადგა, იმიტომ რომ ძალიან მინდა ყველა ქართველი თავის სამშობლოში დაბრუნდეს. მაგრამ მოდით ახლა ვნახოთ სიუჟეტი, სადაც შენ თავი გამოიჩინე როგორც მახსოვს. რა თქმა უნდა თავის გამოჩენა მინდა და მაგრამ ცოტა არ იყოს არ გამომიდა, რადგან გველის ისე მეშინია სიტყვაზეც უკვე მაკანკალებს.
კარგი იქნებოდა ბიჭებს გველებზე რო არ აკანკალებდეთ, მაგრამ მოდით ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც გიორგი მოგვიმზადა. და რას მithom ეს ხოჭორო შენთვის ჩაესვათ, შეგეშიდება თუ არა? და უფრო რასეულობ? Close your eyes. Who let the dogs out? 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 Well, the party was nice, the party was pumping. And everybody having a ball. Until the fellas start the name calling. And the girls respond to the call. I have a poor one shout out. Who let the dogs out? Who let the dogs out? არ სასიზღარი სულაც არ იყოს, სიმართლე რო გითხრათ, გველის წელში ვარ დაბადებული და სულაც არ მეშინია გველების. უბრალოდ თავი რო გამოწია ჩემსკენ ოდნავ სულად რო შემეშინდა. შემიძლია თავისუფლად დავიყო, ჩემს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს გველებთან ურთიერთობა. მაშა დარწმუნებული ხარ რომ ჩვენთან ერთად უნდა იყოს? არ ვიცი რა შეიძლება მის შესახებ რო ვთქვა. გონი ეს ხე ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ინკოგნიტოელებისათვის. მოდით ვნახოთ სიუჟეტი კამპნოუზე, რომელიც მე და თაკო მოგიზარდეთ დიდი სიამოვნებით. Raindrops are falling on my head, and just like the guy whose feet are too big for his bed, nothing seems to fit. Those raindrops are falling on my head, and they keep falling. So I just did me some talking to the sun. ამ სიუჟეტის მერე ძალიან მიჭირს რაიმე ვთქვა, იმიტომ რომ იმხელა ემოცია იყო ნოკამზე მოხვედრა, არ ვიცი, ყველას ოცნება, ჩემი მეგობრების, ჩემი ძმის დაახლოების ერთდროულად ავიხდინე. თუმცა არანაკლებია პარიზის, რა თქმა უნდა. ჩვენი გადაცემა კი სამწუხაროდ დასასრულს მივახავდა და ჩვენ პარიზიდან გემშვიდობებით. დროებით ჩვენ ერთმანეთს ისევ საქართველოში შევხვდებით. შენ ზაფხული უფრო გიყვარს თუ ზამთარი? ზაფხული. თოვლი არ გიყვარს? არა. არ გიყვარს არც გუნდაობა და ციგაობა? მიყვარს. მაგრამ სიცივი არ მოგწონს? არა. კარგი, მადლობა. გააქვს ამბიცია გახდე ჟურნალისტი. ისწავლო კამერასთან მუშაობა. ჩვენ დაგეხმარებით გახდე პროფესიონალი. დარეკეთ ეხლავე ეკრანზე მითითებულ ნომერზე